უკვე მესამე წელია, რაც ტარდება ეს ბიზნეს გამოფენა, წელს იქნება ალბათ ყველაზე მასშტაბური. დეკემბერში ვაპირებდით, მაგრამ შესაბამისი მოვლენების გამო გადმოვიტანეთ თებერვალში და ხვალ ველოდებით დაახლოებით 3000-მდე სტუმარს. კონცეფცია არის თვითონ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთის მხრივ 3-დან 9 საათამდე არის მუდმივად ადამიანების ნაკადი მოვა, სტუმრების წავა, ნახავენ, გაეცნობიან გაყიდვების ასოციაციის წევრი კომპანიების ბიზნესებს და ასევე ამ ბიზნესების უკან ვინც დგას. ანუ რეალურად ხვალ შესაძლებლობა იქნება სტუმრებს, რომ გადაწყვეტილების მიღები პირები გაიცნონ. და პარალელურ რეჟიმში B2B შეხვედრები არის, 100-მდე B2B შეხვედრა ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმატებული მოლაპარაკება შედგება, რომელიც ხელს შეუწყობს მერე ამ ბიზნესებს, რომ წლის განმავლობაში და რამოდენიმე წლითაც ითანამშრომლონ და ხელს შეუწყონ ერთმანეთის განვითარებაში. ბექა, რამდენადაც ვიცი თქვენ პირველად არ მონაწილეობთ თქვენი კომპანია ამ გამოფენაში. აი, პირადად თქვენთვის რა გამოცდილება არის ეს გამოფენა? ჩვენც უკვე მესამე წელია, რაც მოგესალმებით პირველ რიგში. მესამე წელი რაც უკვე ვიღებთ მონაწილეობას ამ გამოფენაში. თავიდან თუ რაღაც ესე ვთქვათ, ენთუზიაზმზე იყო დაფუძნებული უკვე შემდეგი წლიდან, შარშანდელი გამოცდილებიდან დავინახეთ, რომ გარკვეული ხელშესახების შედეგები დადგა. ჩვენს კომპანიაზე პირდაპირ ვთარგმნოთ, ეს ითარგმნება რამოდენიმე ათეული ახალი პარტნიორით, რომელიც შევიძინეთ პირველ და მეორე გამოფენაზე. შესაბამისად, წელსაც ვართ შემართული იმისთვის, რომ აქტიური მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ახალ კომპანიებთან. იქ წარმოდგენილი ასოციაციის წევრები პრინციპში კარგად ვიცნობთ უკვე ერთმანეთს და გვაქვს საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობის გამოცდილება, თუმცა ჩვენი მოწვეული სტუმრები, ვინც ჩვენ უნდა გვესტუმრონ და მათი სტუმრები, ჩვენ ღია ვართ, რომ ესენი ერთმანეთს გაუზიაროთ, რაც ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ტექნიკური და ემოციური პლატფორმაა ეს გამოფენა თითოეული ჩვენთაგანისთვის. დავით, ვინ არიან სტუმრები? ეს 55-მდე სტუმარი. როგორ შეიჩნენ ეს სტუმრები? თავიანთი ინიციატივის საფუძველზე თქვენ გაქვთ რაიმე სახის ბაზა და ასევე ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებას? ზოგადად ვის შეუძლია რომ დაესწროს ამ გამოფენას? კი ბატონო, 55 არის მონაწილე კომპანია, ვინც გამოფენს ასე ვთქვათ თავიანთ პროდუქტს და ესენი არიან ძირითადად გაყიდვების ასოციაციის წევრი კომპანიები. და გაყიდვების ასოციაცია უკვე 4 წელია ბაზარზე არის და რაც შეეხება სტუმრებს 3000-მდე სტუმარს ველოდებით. ამ თითოეული კომპანია თავის მხრივ პატიჟებს სტუმრებს და რომ დავაჯამოთ შარშან-წინდელი გამოცდილებით დაახლოებით 3000-მდე სტუმარი ყავს ხოლმე. სხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ბიზნესების ფლობელები, გადაწყვეტილების მიღები პირები არიან ხოლმე ძირითადად ის სტუმრები, ვინც მოდიან ამ გამოფენაზე, ამყარებენ ბიზნეს კავშირებს და შემდეგ უკვე თანამშრომლობენ. თვითონ ფორმატი არის ძალიან ესეთი აქტიური, იმიტომ რომ გათამაშებები, საჩუქრები არის აი მუდმივი კომუნიკაცია. თქვენ სიამოვნებით მოგიწევთ და ბექაზე ვიტყვი, რომ Advice არის ამ გენერალური სპონსორი კონკრეტულად ამ გამოფენის და 3 წლის განმავლობაში თვითონვე უზრუნველყოფს ყველა იმ ბანერს თუ სარეკლამო ასე ვთქვათ მომსახურებას, რაც ამ გამოფენაზე არის წარმოდგენილი და მათი დამსახურებითაც არის ეს გამოფენა ესეთი წარმატებული ასე ვთქვათ. ორივე თქვენგანს მინდა ვკითხო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორი იყო 2024 წელი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით და ამ თვალსაზრისით რა მოლოდინები გაქვთ 2025 წლისგან? კი ბატონო, დასაწყისი იყო კარგი. იმიტომ რომ ასოციაციას ბევრი აქტივობა ჰქონდა ჩეხეთშიც გამემგზავრეთ, შეხვედრა ჰქონდა სხვა ასოციაციებთან. უზბეკეთიდან ყავდან სტუმრები ასევე და ვამყარებთ სხვა ბიზნეს კავშირებს და ვაპირებთ 25-ში რომ უკვე გამოფენა უზბეკეთშიც გავმართოთ. დასასრული იყო რთული, რა თქმა უნდა, იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არც გადავწევდით ხო და თქვა თებერვალში არ ჩავატარებდით. ვცდილობთ რომ ძალიან ოპტიმისტურად შევხედოთ შეძლებს დაგვარად 2025-ს. ერთი რაც ვიცით არის ის რომ წეგან საუბრობ გაჩერება არის ძალიან რთული. მაშინ უნდა გაჩერდე და ასე ვთქვათ ჩამოუშვა ხელი. თუმცა ასევე ვიტყვი რომ რა ვიცი ქართულ ბიზნესს ბევრი რამისთვის გაუძლია და იმედი მაქვს რომ ამასაც ჯანსაღად გაუძლებს და გამოძრება ასე ვთქვათ ამ რთული სიტუაციიდან. ეხლა რაც შეეხება ნამდვილად რთული არის ბიზნესის კეთება და ჩვენ მაქსიმალურად ამიტომ ვცდილობთ რომ ბიზნესებს შეუწყოთ ხელი რომ 2025 მაქსიმალურად ჯანსაღი იყოს მათთვის და წარმატებული. ბექა თქვენ ნამდვილად 2024 დიდი გამოწვევებით იყო სავსე. პირველი ნახევარი პრინციპში დათომაც ახსენა
არაუშავდა რა, თუმცა შემდეგ ყველამ დავინახეთ და ყველამ ვიცით რა სიტუაციაც იყო ქვეყანაში. ასოციაციის დანიშნულებაც პრინციპში ეს არის, რომ მუდმივად ეს იყო და ასოციაცია ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს ამაში, რომ ბიზნესს გარემოს ხელი შეუწყოს და განავითაროს. მათ შორის სხვადასხვა ღონისძიებებით, რომელიც ასე ვთქვათ, დამაგვირგვინებელი ღონისძიება, სწორედ ეს არის ჩვენი გამოფენა. თუმცა 2025-ში, რა ვიცი, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვინდა რომ ვიყოთ განწყობილები ნამდვილად. გამომდინარე, რა ვიცი, იმ ფაქტორებიდან, რა თქმა უნდა, არ უნდა გავჩერდეთ, რასაკვირველია და ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ხელი შევუწყოთ მიმდინარე პროცესებიდან მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კარგად გამოსვლას ხელი. თუმცა ნახოთ რა იქნება, ჩვენზე რა თქმა უნდა ბევრი რამე არ არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და უნდა ასე ვთქვათ, ვიფიქროთ მომავალზე მაქსიმალურად, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ხელი შევუწყოთ და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან მეტნაკლებად უმტკივნეულოდ. დავით, როგორი არის ზოგადად ბიზნესის კეთება საქართველოში? იგივე გამოფენის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც მისი სტუმრები, მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ სირთულეებს, თავიანთ განვლილ გზას, პრობლემებს. როგორი არის მათი გამოცდილება, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ქართული ბიზნესები? რაზე ამახვილებენ ხოლმე ისინი ყურადღებას? ხო, გარემო ნომერი 1 ძალიან ვადარებ ხშირად და მახსენდება კოვიდის პერიოდი რო იყო რა. სულ უყურებდით აი პიკს და შემდეგ ვარდნას აი ამ კოვიდის რო დაგვემთხვია ეს ღონისძიება იყო თუ ბიზნეს შეხვედრები თუ ბიზნეს აქტივობები რა. რა თქმა უნდა ეს ბიზნესისთვის არის ერთის მხრივ ძალიან რთული. იმიტომ რომ მუდმივად გიწევს ადაპტაცია ამ გარემოში და რაიმე ახალის მოფიქრება რომ არ გაჩერდე და წინ წახვიდე. გამოცდილება ძალიან კარგი გვაქვს იმ კუთხით, რომ ეს ბიზნესები ერთმანეთთან კომუნიცირებენ და შემდეგ ერთად დგანან, ანუ ერთმანეთის დამკვეთები არიან, მაქსიმალურად უწყობენ ხელს და რაღაც ისეთ მიკრო გარემო იქმნება იმისთვის, რომ მუდმივად აი რთულ სიტუაციებშიც მაქსიმალური მხარდაჭერა გქონდეთ ერთმანეთის. აი ჩვენ ზუსტად მაგას უწყობთ ხელს და მე ვფიქრობ, რომ თქვენს ტელევიზიებიც, იმიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენნაირი ტელევიზიების ყოფნა ბაზარზე, რომ ბიზნესი თქვენ გარეშეც მოკლედ ძალიან გაუჭირდება ადამიანებს გადასცეს ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა რომ ერთმანეთს გაუზიაროთ. შესაბამისად, ყველა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესიც, ტელევიზიებიც და რაც ყველაზე მთავარია ამას ხედავთ ჩვენ დანიშნულებას 2025-ით, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ აი ამ გარდამავალ პერიოდში ბიზნესებს, რომ კონცენტრირდნენ საქმეს. ბეკა, პირადად თქვენ რას მიიჩნევთ თავარ გამოწვევებად თქვენს საქმიანობაში, მის პარალელურად რა არის ის ძირითადი სირთულეები, რასთან გამკლავებაც გიწევთ? გამკლავება იდეაში, როდესაც კომპანია იზრდება აქტიურად, ბევრი სირთულეები რა თქმა უნდა ჩდება. ამ მიმდინარე ეტაპზე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის უცხოური ბაზარზე შეღწევა და ექსპორტის გაკეთება, რაც 2025 წლისთვის მთავარი მიზანია ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ დავნერგეთ ახალი პროდუქტები კომპანიაში, რომელიც წელს უნდა წარმოადგინოთ უცხოური ბაზრისთვის და უცხოური მომხმარებლისთვის. რაც იდეაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა წლევანდელი წლისთვის ჩვენთვის.